რეჟიმი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს. ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა იმ სოლიდარობის პასუხად, რომელიც თეატრის ფასადზე გადმოკიდებული მისი ბანერის ჩამოხსნას და შემდგომ მის მიმართ გამოხატულ საოცარ სოლიდარობას მოყვა. სინდისის პატიმარი მსახიობი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ამ სიმბოლური ტექსტით ის ასევე სოლიდარობას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მისი შეფასებით თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი. ძალიან არასწორ და სფეროს ებრძვით მეგობრებო ბრჭყალებში ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერ ხელისუფლებაში მყოფთათვის ყველაზე სახიფათო ადამიანები ასე იქნება ყოველთვის. წერს ანდრო ჭიჭინაძე. თქვენამდეც და თქვენ შემდგომაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევა სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია. წერს სინდისის პატიმარი მსახიობი ციხიდან. მას შემდეგ რაც რუსთავი 2 სატელევიზიო პროექტის გადაღებების გამო ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს მსახიობებმა. ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა, მანო თავაძემ და ლუკა და ირაკლი ჯაფარიძეებმა. დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი. აი ამ მსგავსი ტექსტებით ამცნეს მათ საზოგადოებას თავის გადაწყვეტილების შესახებ. ანდროს ბანერი თეატრის შენობაზე 1 წლის განმავლობაში მეტხანს კიდევ იყო გადმოკიდებული. ბანერის ინციდენტამდე 2025 წლის აპრილში ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს რეჟისორი დავით დოიაშვილი. ის ერთ-ერთი იყო, ვინც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და თეატრი ამ ფაქტის შემდგომ საპროტესტო რეჟიმში იყო საერთოდ რეგიონებში ჩასვლითა და პერფორმანსებით უცხადებდა მხარდაჭერას უკანონოდ დაპატიმრებულ სინდისის პატიმრებს. ჩვენთან სტუდიაში არიან ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი, ანა ინგოროყვა, ასევე მსახიობი და ანდროს მეგობარი. და ნანკა, მე გიყურებდით ეს რამდენიმე დღე და აი ჩემთვის პირადად ძალიან ცხადია, რომ რეჟიმი ამ ბრძოლას აგებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან ცხადი, აიცი მაშინ ერთი ყოველ დღე არის ცხადი ბევრი მოქალაქის მაგალითით, მაგრამ შენ რომ ბანერი გეჭირა ცალი ხელით და ცალი ხელით რომ გვერთვებოდი, აი ვინც ეს კადრი ნახა, ალბათ დარწმუნდება, რომ შეუძლებელია ამ ხალხის ასე უბრალოდ გაწევა და თქმა, რომ მე ვარ მართველი და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც მინდა. აი თქვენთვის ანდროს ბანერი იყო თქვენთვის საყვარელი თეატრიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. რატომ დღეს და არა მანამდე? ანუ ეს რა წვეთი იყო? აი ამის კითხვა მინდა. მე მართალი გითხრათ, დოის გაშვებით ამ თეატრთან ესეთი ბმა ემოციური და აბსოლუტურად დავკარგე, იმიტომ რომ ანუ ვერ ხვდები როგორ ნავიდე იმ სცენაზე, სადაც 20 წლის წინ დოი მიმიყვანა ამ თეატრში ზოგადად და ვერ ხვდები რა უნდა შემომთავაზოს კულტურის სამინისტრომ ანციკა რუხაძემ დავით დოიაშვილის საპირწონედ, გინდა შემოქმედებით თვალსაზრისით და გინდა ადამიანურობის. ანდროს ბანერი იყო შეხსენება ყველა მოქალაქისთვის, როგორი უსამართლოა გარემო და ჩვენი თეატრის მაყურებელი ძალიან ხშირად დებდა ვიდეოებს და ყოველ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თვითონ მაყურებელიც მიდიოდა და ამოწმებდა ხოლმე, ხო კიდია და ანდროს ბანერი იყო ბოლო წერტილი ალბათ და წვეთი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე პირადად მგონია რომ აი ხა ანდროს განცხადებაც აი გიშდები რა ციხიდანაც რომ ეს ხო სოლიდარობის აქტი არის და რაღაცნაირად სიმბოლურია, მაგრამ თან გვიცავს ამით ანდროც და ლიკას განცხადებაც, რაც იყო გაკეთებული, რომ გაატანეთ, იმიტომ რომ ლიკა ცალკე ჩვენზე ნერვიულობს, რომ კიდე რაღაცა შარში არ გავეხვეთ ზემოდან და ანდრომაც აი ამ თავისი წერილით ეს კიდევ ერთხელ ცადა, რომ შიგნიდან კიდე ჩვენ დაგვიცვას, რომ ამ შენობასთან რაღაცა იმიტომ რომ რეალურად გაპროტესტება და ბანერზე ჭიდაობა რომ დაგვეწყო, უბრალოდ მოგვყარეს ეს ბანერი, მაგრამ ნუ ახალით რომ მიხვით. მე მგონი რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც დარჩა ამ თეატრში, შეუქმნი ძალიან დიდ პრობლემებს. ესე მგონია და მგონი არ დარწმუნებული ვარ. და რეალურად ის რომ ჩვენ კიდე ვიღაცებს შიგნით ვუფრთხილდებით, ესეც გაუგებარი იქნება კულტურის სამინისტროსთვის და ქართული ოცნებისთვის. ამიტომ იმისთვის რომ მარტივად შეძლო შენი სიმართლეზე ლაპარაკი, ბრძოლა, ალბათ ხო ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა და თან მართლა არ ვიცი
თუ რამე მაკავებდა ამ თეატრში იყო დავით დოიაშვილი, რომელიც აღარ არის და ამ დროს ბანერი, რომელიც არ იყო უბრალოდ ბანერი, ეს არის რაღაცნაირად სიმბოლო ბრძოლის და ძალიან სასაცილო თუ გონიათ რომ აი ამ ბანერის გაქრობით ან ბრძოლის ჟინი გაქრება, ან უბრალოდ ამ დროზე დავავიწყებთ ვინმეს ფიქრს. შემიძლია გარეთ დავდგე მათ შოუს დროს ძალიან კარგად ამ დროს ბანერით ხელში. ვიდრე ანას უკითხავ და ანა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამ დროს მეგობარია, შემსად ამ დროს მიერ გამოგზავნილ პასუხსაც საინტერესოა. დათა თავაძეს წავიკითხავ მის პოსტს Facebook-ში დაწერილს. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით ადამიანი ჭანჭიკია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვალო. მაშინ რატომ ვერ იპოვეთ აქამდე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი? რატომ? თქვენი ეს ლოგიკა მხოლოდ მაშინ იმუშავებდა თუ ჩვენ დავიჯერებდით რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ჩვენი ჩანაცვლება ან კიდევ უარესი თუ ისევ დავკარგავდით ღირსებას რომ უსამართლოდ გამქრალი კოლეგების ადგილზე დადგომას ვიკადრებდით. თქვენ ვერ ჩაანაცვლეთ ამ დრო, არავინ დათანხმდა მის როლებზე შესვლას, თქვენ ვერ ჩაანაცვლეთ დოიაშვილი, არავინ დათანხმდა მის თანამდებობაზე მოსვლას, ძალიან უნდა თქვენ სისტემას სახარჯ საქონლად გვაგრძნობინოს თავი, მაგრამ ეტყობა მაინც არის რაღაც, რასაც ის ასე ერთბაშად ვერ ვთმობთ. იქნებ ღირსება მეთქი, რა ვიცი. აი, ნანკაც ამაზე აკეთებდა აქცენტს ღირსებაზე და მთელი ეს პროცესი აჩვენებს ღირსების მართლაც საოცარ მაგალითს, ამ დროს წერილის ალბათ ციხიდან ამის დასტურია. ხო, ზუსტად სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი არ მეპარებოდა რომ ანდრო კიდევ ერთხელ გვაჩვენებდა ღირსების მაგალითს, მაგრამ ხო რაღაცნაირად მუდმივად ახერხებს რომ იქიდანაც სტიმული მოგცეს და ყველა იქიდან გაგვამხნევოს და არა მარტო ანდრო მგონია რომ ზოგადად ყველა სინდისის პატიმარი რაღაცნაირი ინსპირაცია არის ჩვენთვის რომ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის შევძლოთ ამ ბრძოლის გაგრძელება. კიდევ ხო რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითქვას რეალურად დავით დოიაშვილს სანამ გაათავისუფლებდნენ ედავებოდნენ იმას რომ თითქოს თეატრი გააჩერა და ხო, ვეღარ ფუნქციონირებდა თეატრი. მინისტრიც აიძახდა ხან 7 თვე თქვა ხან 8 რეალურად და გაჩერებული იყო დეკემბრის დაჭერიდან დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტო 4 თვე. აუს გაჩერებული რეპეტიციები დავიწყეთ. ხო, რეპეტიციები დაიწყეს და თან მე ვერ დავარქვამ რომ ბოლომდე გაჩერებული იყო, იმიტომ რომ თეატრი რეალურად დადიოდა რეგიონებში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, ხო, რასაც მაშინ აკეთებდნენ და რაც შეეხება დოის გათავისუფლებას, როგორც კი თითქოს გაიგეს, რომ დოიმ რეპეტიციები აღადგინა, ზუსტად მაშინ გაათავისუფლეს და ამით იმის თქვა მინდა, რომ სინამდვილეში ქართული ოცნება ებრძვის რაც სიმბოლოებს და ებრძვის ინდივიდებს იმის გამო, რომ ხო, რა თქმა უნდა, არ უნდათ რომ დავით დოიაშვილი თუნდაც ახალი სეზონიდან ახალი რეპერტუარით დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ეს არის თეატრი, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი და საზოგადოების საყვარელი თეატრია და იცოდნენ რომ დავით დოიაშვილი ზუსტად იგივენაირად იბრძოლებდა შიგნიდან, როგორც ეს ბრძოლა ხდებოდა გარეთ, ხო? შესაბამისად, მისი მოხსნა მხოლოდ ამას ემსახურებოდა და არა იმას, რომ თეატრი იყო გაჩერებული და ეს მინდა რომ რაღაცნაირად საზოგადოებამაც სტაციას გავს, აი ბანერ პრომოს გადასაღებად მოვედით რომ იძახდნენ და ბანერი მოხსნეს, პრომო არ გადაიღეს. ეს ზუსტად ესე სიგნათი რუხაძე იძახდა რომ თქვენ გაჩერებულები ხართ და როგორც კი დოიმ 4 სპექტაკლის რეპეტიცია და აი როგორც კი ფუნქციონირება ოფიციალურად აი ესე სეზონისთვის მზადება დაიწყო და ძალიან სერიოზული სათქმელით ბრუნდებოდით, ზუსტად მაშინ გაუშვეს. ამიტომ აი ყველა მხრიდან საიდანაც არ უნდა შეხედო, ძალიან დიდი ტყუილში არიან და ეს იციან და ის რომ ჩვენ აი უბრალოდ რაზე გვანძღავენ ამდენი დღე დააკვირდით ადამიანი ბრაზდებიან რომ ვარ მეგობრები ერთმანეთის სოლიდარობები რომ არ ვიკიდებთ ფეხებზე ერთმანეთს რომ რაღაცა უდგა ანუ აი ამის გამო ყველანაირად ჩართეს აბსოლუტურად ყველა ფორმატი აცაბაცა კაციც კი ჩაერთო ამ რაღაც ფლეშმობში და აღარ იცის რა გააკეთოს ხო მართლა აი ხო რუს ბებიები როს ხედავ ხოლმე სადარბაზოსთან რაღაცა ყველა ვინც გაეროს ყველას რო ლანძღავენ აი ესე და ამას დაემსგავსეთ შენ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდი ყუილების და პროპაგანდა ლით არის ჩემს მიმართ განწყობილი და აუცილებლად შევხვდები მას სასამართლოში. ხო? აუცილებლად. უცნობს გულის, ხო? რა თქმა უნდა.
აი და ახლა 10-10 რო ხდება ყველა. დებიას რა დაემსგავსა ჯორიკა. კი ბატონო, ხო, მთელი ეს მე რთული მოსაყოლი, საერთოდ არ ვიცი ვინც არ იცის მაყურებელი როგორ უნდა ეწიოს ბინძურ პროპაგანდასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე პერსონალურად. გვიცავდა და ამისთვის ალბათ ყველას მაგივრად უნდა, იმიტომ რომ მართლა ხმალა მოღებული, მთელი აი არ ვიცი ძალიან ბევრი უკაცრავად მოქალაქე ისე გვიცავდა, ნაცნობი, უცნობი საერთო წარმოუდგენელი იყო. მე მგონი აი არ დაუძინია ადამიანებს ძალიან ბევრს იმდენად ჩართულები იყვნენ ჩვენს დაცვაში. არ ვიცი, მადლობა ყველასაც და. კი ბატონო, ისე არ უნდა გეწყინოს უცნობისგან იქ სადაც მარო მაყაშვილს აბრალებს რომ იმ მთავრობამ მოკლა სინამდვილეში და არა რუსეთმა და ანწუხელიძეც მთავრობამ მაშინ ამ ლოგიკით 4-2-ზე რა ხდება? ტატონაშვილზე რა ხდება? მაშინ ამ მთავრობას ზე იშვერს ხელს პირდაპირ ამ მთავრობამ მოკლეს ორი ადამიანი ერთი მოკლეს 2016-ში, 2018-ში, ხო? კი, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ის ბინძური კამპანია, რასაც ვისმენთ ხოლმე, შენ შემთხვევაში. მე ზოგადად ხა როგორ შეიძლება მეწყინოს რამე ადამიანებსგან, რომელმაც არ იციან რა არის მეგობრობა და სოლიდარობა. ჩემთვის ამ ადამიანების რაღაც ფასეულობებს მოკლებული ადამიანები, ანუ მართლა მათი ამომრჩეველიც, რომელიც ვერ იაზრებს იმას, რომ მათ შვილებს პარავენ, არ ვიცი, ჯარი გაძარცვეს, ბაღები გაძარცვეს, ყველაფერი გაძარცვეს და მაინც მე ჩემზე იშოს 150 ევროს იღებს თუ რაღაცა, მაგრამ ვიცი ხა თუ მართლა ამდენს მიხდიან 5 კილო კარტოფილს არ ჯობია გადმოდი მაშინ. კედესბული. ხო და ნუ სიგიჟეა სრული და ამიტომ მე მგონია რომ აუცილებლად მათ მიღებული აქვთ თან ახლა რაღაცნაირი კანონი ცილის წამებაზე, პოსტებს დასდევენ და კომენტარებს და აცაბაცა კაცი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილის წამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს. კი ბატონო, სასამართლო იმედია არ იქნება მიკერძოებული ამ შემთხვევაში და როგორც თქვა, სხვა ქალბატონებსაც ცდილობს რომ რაღაც სამართალი აღადგინოს, იმედია ჩემს შემთხვევაშიც ჩემს უფლებებსაც დაიცავს მოსამართლე. კი ბატონო. და სინამდვილეში ეს პროპაგანდაც როგორც სიმპტომურია, ხო, როგორც მუშაობს, რომ ამბობენ რომ ჩვენ ვიღებთ ფულს, ანუ სინამდვილეში როგორც თვითონ ცხოვრობენ და როგორც თვითონ ხედავენ, ხო, მგონიათ რომ ზუსტად ის უნდა დაგიპირისპირონ, იმიტომ რომ ხო სხვანაირად მათთვის წარმოუდგენელია, ანუ მათთვის წარმოუდგენელია ის, რომ შეიძლება ნანკა კალატოზიშვილი იდგეს გულწრფელად და საკუთარ მეგობარს და მის ღირსებას იცავდეს და საბოლოოდ ვინ უფრო უსუსურად გამოიყურება ამ შემთხვევაში, ნანკა რომელიც კოლეგას და მართლა რაც ამ ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს იცავს თუ რაღაც გაჩერებულ თეატრში შეგზავნილი რაღაც ჯგუფი, რომელმაც უნდა გადააქციოს ეს თეატრი, ხალხისთვის ძალიან საყვარელი თეატრი, რაღაც საკონცერტო დარბაზად, თუ არ ვიცი საერთოდ რა დავარქვა, ხო? ანუ ვინ უფრო უსუსურია? და უსუსურობის განცდა ზრდის თუ არა ის, რომ ბანერისაც კი ეშინია, ამ ბანერს დაასდევს ადამიანი დააპატიმრა და ის რისთვისაც ის ციხეში ჩასვა იმ მიზანს ვერ მიაღწია და იმდენად ვერ მიაღწია, რომ მისი ბანერი გადმოკიდული თეატრზე მისთვის პრობლემაა. ქართული ოცნება სიმბოლოებს, იმიტომ რომ ერთი დღის სიმბოლოებს მე მახსოვს თუ არ ვცდები ლუკა ჯაბუ აყვებოდა ამას ჩვენი ერთ-ერთი სინდისის პატიმარი, როცა მის სახლში შევიდნენ ჩხრეკაზე, მიფტკიცება დამოიღეს დროშა. კი. ხო, და ისაც აი აქციების მერე როცა ნადირობა იწყებოდა, ვისაკავებდნენ ხო, აი მეტროებთან რომ მისდევდნენ ხალხს, საქართველოს დროშიან ადამიანებს. ანუ ესენი ეს არის არ ვიცი რაღაც ძალა, რომელიც ებრძვის სიმბოლოებს და როცა საუბრობენ რომ ჩვენ ვართ თურმე ანტიქართული ჯგუფი, სინამდვილეში ვინ არის ანტიქართული ჯგუფი, რომელიც საქართველოს დროშის გამო საკუთარ მოქალაქეებს იჭერს. კი ბატონო. დამალვა გიწევდა აქციის დროს ვიღაცებს უწევდათ და სასამართლოდან გაგდებდნენ, როცა დროშით იყავი და მეტეხის თავზე. გადმოკიდებული დროშა გორგასალის ხელშიც ვერ აიტანეს, ისევე როგორც ანდროს ბანი. მე ისეთი დარწმუნებული ვარ, ანუ ვერც აგიხსნით, ისეთი სიმშვიდე მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ესე ვერ გაგრძელდება ეს ცხოვრება. და უბრალოდ მართლა ყველა ეთერს გამოვიყენებ და ყველა ეთერში ვეტყვი, რომ იმ სიმართლით იხარონ, რა სიმართლითაც ახლა გვიმტკიცებენ რაღაცებს. ეს არის ყველაზე უწყინარი ფრაზა და ყველაზე ზუსტი, იმიტომ რომ მე არც ნაკლებს ურსურვებ, არც მეც. ანუ არაფერს ცუც ესეც იდეაში ცუც სიტყვას მე არ ვიძახი. აი ზუსტად იმ სიმართლე და ისე მჯერა კარმის, იმიტომ რომ ძალიან არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკვე და კარმა მაგარი ყველასთან დაივლის. ხო და აი ზუსტად იმ სიმართლით იხარ და ღმერთზე რო გველაპარაკებიან და ღმერთის არ გეშინიათ რაღაცებს რო იძახენ, აი ზუსტად იქიდან დაუბრუნდება.
კი ბატონო, ამ დროს დღევანდელი წერილიც ამ პათოსით სრულდება და წამგებიანია ჩვენთან ბრძოლაო და ჩვენ არის ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იცის რისთვის რა საპროტესტებს, იცის რატომ ზის ციხეში, იცის რომ უსამართლოდ ზის, მაგრამ იცის რომ ეს ფასია გადახდილი გარკვეულწილად. არ არის მარტივი, მე ყოველთვის ამას ვამბობ, სამოქალაქო აქტივისტები იქნებიან სხვა პროფესიის წარმომადგენლები სულ ერთია, ვინც პროტესტშია. დღეს არ არის პროტესტში ყოფნა მარტივი, არ არის ამ დროსთვის მარტივი ციხეში ყოფნა. დარწმუნებული ვარ და არც მისი შვილისთვის არის ეს მარტივი, ყველას ოჯახი ყავს. არ და ერთ-ერთი პირველი იყო უკმელა, ვინც დააკავეს და შესაბამისად მისი შვილი, ყველას ყავს ოჯახის შვილები. ჩვენ ნახეთ დაპატიმრებულების მშობლებმა ვერ გაუძლეს ამ ყველაფერს, იყო ასეთი მაგალითებიც და ეს ადამიანური ფასი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაინც რას ვერ ხვდებიან, თქვენ ამბობთ რომ და ყველა ამბობს რომ ისინი ვერ ხვდებიან ამას, ვერ ხვდებიან რა ფასი შეიძლება კონდეს ამ ფასის გაღებას. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, აი თქვენთვის თეატრიდან წამოსვლა, ყოველდღე რუსთაველზე დგომა, ამ დროსთვის ციხეში ჯდომა, თქვენთვის ამ ყველაფრის თქმა, გამეორება, ამ ყველაფერს რატომ აკეთებთ? აი ამას ხომ ვერ იგებენ ისინი და ცდილობენ ყველაფერი დააკავშირონ მართლა ფულთან. სად არის ფული, რა სისულელეა, ხო? ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას ეს ქვეყანა რომ კარგად იყოს, მარტო სიყვარული ჭირდება და მოვლა, მეტი არაფერი არ ჭირდება. უნდა გიყვარდეს რომ მოვარო. და მე მგონია რომ დღეს ამ ქვეყანას მე მართლა, ესე აღვიქვავ როგორც მშობელ დედას, რომელიც არის დასნეულებული ამ ეტაპზე და არ მგონია რომ დასნეულებული დედა საჯიჯგნად უნდა დაუტოვო ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ, აი ცუდ ექიმებთან და ექთნებთან, რომელიც ყოველდღე ურტყავენ, ცემენ, აი ეს ადამიანთან ხوار და ტოვებ ხა. ხო და მე ესე აღვიქვავ, მე მგონია რომ ამ მშობელ დედას ჭირდება ძალიან დიდი მოვლა და სიყვარული. ამიტომ შობლის გამო რა თქმა უნდა ყველაფერს აიტან. რომელიც არ უყვართ და რაც მხოლოდ მათი პირადი ინტერესისთვის ხედავენ ხო რეალურად და უნდათ რომ გამოიყენონ და ჩვენ ხედავთ უკვე დაპატიმრებულ მათი გუნდის წევრებს, რომელზეც ისე ირიდებენ თავიდან, ანუ რაღაც 5 თვის წინ და ზუსტად 1 წლის უკან რომ გეკითხა, მე მახსოვს ამ გუნდის განცხადებები და მე მახსოვს ასევე ოპოზიციური არხების უამრავი სიუჟეტი მათ კორუმპირებულობასთან დაკავშირებით და როცა ჟურნალისტები მიდიოდნენ ამ თემებზე კითხვებს სვამდნენ, როგორი აგრესიული პასუხები ჰქონდათ და როგორ იცავდნენ ხო ერთმანეთს, მაგრამ დღეს უკვე თითქოს არანაირი საერთო არ ქონიათ და ჩვენ შემთხვევაში თუ სოლიდარობა რაღაცნაირად ესე გამჯდარი არის და ერთმანეთს აბსოლუტურად უცნობი ადამიანებიც კი სოლიდარულები არიან და მართლა იმიგრანტები თავის ბოლო თანხას გირიცხავენ, როცა და გაყადაღებენ ან გაჯარიმებენ, ამათ შემთხვევაში ამ სოლიდარობას ვერც დავარქმევ, რაც ზევიდან ქვევით ხდება, ეს არის რაღაცა იძულებითი პატივისცემა, როცა შენი ზემდგომი გაიძულებს, რომ მას პატივისცემ მხოლოდ იმისთვის, რომ ან არ დაგიჭირონ, ან არ დაგაჟარალონ, ხო? ანუ შიში. და ხა მათთვის რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ის, რომ ხა ანდრო ჭიჭინაძე დაკავებამდე მაგალითად შექმნა ფონდი სიცილით თერაპია და აბსოლუტურად უსასყიდლოდ და თავის პარტნიორებთან ერთად საკუთარი სახსრებით და ამ სახსრების მოძიებით იყო მუდმივად დაკავებული, რომ ბავშვებს დახმარებოდა და შემდეგ კიდე აკეთებდა მაგალითად ესეთ პროექტს მთები უნდა დაელაშქრა და საკუთარი გამოცდილება უნდა გაეზიარებინა მაყურებლისთვის და უნდა მოეყოლა როგორ შეიძლება ეს აქტივობა დაგეხმაროს მენტალური ჯანმრთელობისთვის რამდენად კარგის მომტანი არის. ხო, ამასაც აბსოლუტურად რაღაცა საკუთარი სახსრებით აკეთებდა, ხო და მათთვის ხა წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ადამიანს მოუნდეს, რომ წავიდეს დალაშქროს სხვადასხვა მწვერვალი და უბრალოდ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სრულიად უსასყიდლოდ სხვა ადამიანებს და ამით რამე ხო და სიცილით თერაპიაზე იაროს ბავშვებთან ზუსტად რაც არის მინდა ვთქვა უმძიმესი ანუ მართლა ურთულესი საქმიანობა არის და როცა ჩვენ ამას აკეთებდა და ჩვენ შემოგთავაზა მის მეგობრებს მე მაგალითად ვერ დავთანხმდი იმიტომ რომ მაშინ არ მქონდა იმის ძალა რომ ამ განყოფილებაში შევსულიყავი და ასეთ პლანობაში ყოფი ბავშვები მენახა. ხო, ანდრო არის მართლაც სიკეთის მაგალითად ბევრმა გვიან გაიცნო შესაძლოა, ასე ვთქვათ, სინდისის ყველა პატიმარს ლამის ოჯახის წევრებიანად უკვე იცნობს საზოგადოება, იმდენად ყველასთვის ახლობელი გახდა ეს ხალხი, იმიტომ რომ ყველა საქმეს აკეთებენ ისინი რეალურად, მათ შეხვდათ ეს რაღაცნაირი როლი საზოგადოების წინა ხაზზე მდგომების, რომლებსაც
რაღაცნაირად შეირჩნენ თან თავისთავად თითქოს ეს ხალხი, რომ არც ერთი არ გატყდა, ეს იყო საოცარი დიდი ინსპირაცია არიან. გარედარჩენილებისთვის, ხო? ძალიან დიდი ინსპირაცია არიან, ყველა, აბსოლუტურად ყველა. ნამდვილად. და ამ ყველაფერში რთული ალბათ პროფესიებზე საუბარი ცალ-ცალკე, რომ აი მას რა მოუვიდა, ამას რა მოუვიდა რეჟიმის პირობებში, მართლაც ხვდებით ალბათ როგორც ქვეყანა, ხო? მაგრამ აი ამ პროფესიას რა მოუვიდა, აი ერთი თეატრის მაგალითზე დღეს და აი ამ საზოგადოების მიმართ ანგარიშწორებამ, იმიტომ რომ შენ თუ კითხვები გაქვს, შენ თუ აპროტესტებ, შენ თუ არ მომყვები დამპალ რუსეთში, ხომ? შენ არ ხარ არც ესე იგი თეატრის ნაწილი ვერ უნდა იყო ყოველ შემთხვევაში, ვერც ექიმი ვერ უნდა იყო, არ უნდა იყო, უნდა წახვიდე. წახვიდე კი რა, ჩვენ რო წავედით ახლა თეატრიდან. ისიც კი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, რომ ჩუმად რატო არ წავიდნენ? ანუ უნდა გავპარულიყავით, ვერ მივხვდი, ანუ ამ 20 წელი ამ თეატრში ვიყავი და პოსტიც არ უნდა დამედო, ანუ რეალურად პოსტიც კი გააღიზიანე ადამიანები, რომ ხო შეედუთა ვიღაცები ხო წავიდნენ თეატრიდან მანამდე თეორი ადამიანი და ისევე წასულიყვნენ ესენიც ჩუმად და ანუ იმასაც არ გპატიობენ, უბრალოდ პოსტი დაწერა, მეტი ჩუმად როგორ წავიდე ხო? უხმოდ დავწერე პოსტი და წავედი. ხო, დღეს ვნახე ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის პოსტი და ეს ანდროს ამბავი ქონდა გადაშიარებული და ეწერა, რომ აიო, ჯერო მეგობრებიო გაუშვაო და თვითონ ამდენი ხანი იქ იყო და ეხაც. ანუ ციხეში ამდენი ხანი იქ იყო. სიმბოლურია, იმიტომ რეალურად კონტრაქტები ჩვენ განგვიახლდა და დეკემბრიდან ახალი კონტრაქტები იყო და სიმბოლურია ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად მართლა ანდროს ეს განცხადება არის ჩვენი დაცვა, რომ რაღაცნაირად გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და მე აღარ ვარ იმ თეატრთან კავშირში. აი თითქოს რაღაცნაირად გიცავს, რომ არ შეხვიდე კონფრონტაციაში და რაღაცნაირად კიდე შიგნიდან დაგიცვა. ზუსტად რაც გააკეთა თქვა ლიკამ, შეპირადად მოგწერა ჯერ ყველას და მე ალბათ მიხვდა რომ ცოტა არ ვარ სანდო ხალხი მთლად ამაში და პოსტიც დადო რომ რაღაცა დავწყნარებული ყავით. ამიტომ ლიკაც ანდროც მაქსიმალურად გვიცავენ. მე ამ ზუსტად ეს აღქმა მაქვს და მადლობა ანდროს კიდე აქედან და არ ვიცი მართლა როგორც დაიქოქა და რა დღეშიც ჩავარდნენ ესე იგი პროპაგანდისტები და არა მხოლოდ ისინი, რომ ძალიან გამეკვირდა დღეს მეორე მხრიდანაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აი რაღაცნაირად ორი პოლუსი როა ხოლმე არ მე რაღაცა უხერხულად გზნობ თავს, იმიტომ რომ აი აქეთ ამ მხრიდანაც რო გლანძღავენ და ვერ ხვდებიან რა გააკეთე, ეს ძალიან უხერხულია. ხო, მაგრამ საერთოდ არ ვიცი ქვეყანა სადაც ვერავის აზრს ვერ გავითვალისწინებ და მართლა არ მაინტერესებს რომ ადამიანისაც რომელიც ორ პარტიად ყოფს ქვეყანას. ჩვენთვის ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ძალიან ბევრ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მისი წაშლა, მისი მსოფლმხედველობის წაშლა, ემოციების შეგრძნებების და ამიტომ სადაც არ უნდა იდგეს, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ადამიანი, თუ ის ქვეყანას ორ პოლუსად ყოფს, მე მისი აზრი არ მაინტერესებს. ის უკვე ჩემთვის არც დემოკრატიული ქვეყნისთვის იბრძვის და არც ამ ქვეყნის მომავლისთვის. და სულ ბოლოს უნდა კითხოთ პროტესტზე, ბევრი მსახიობია ქუჩაში, განსაკუთრებით შესაძლოა, იმიტომ რომ ცნობადი სახეები არიან, ეს ხალხი არის უბრალოდ. ვიღაცები არ შემორჩნენ ბოლომდე, გაცილებით მეტი იყო შეიძლება თავში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროტესტი სახლში დარჩენილებშიც დიდია. ამიტომ მინდა ვიკითხოთ თქვენი ფორმულა, აი ნანკას ბოლოს მივცემ სიტყვას თქვენ მანამდე. რა ჭირდება თქვენი აზრით ამ პროტესტს, რომ ის ითარგმნოს რეალურ შედეგში, საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანებმა არ დაინანეს საკუთარი ცხოვრების წლებიც. ისინი არიან ციხეში, აბსოლუტურად უსამართლოდ, არ გატყდნენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავიდნენ. გარეთ დარჩენილებს რაღაც თითქოს მოუვიდათ მაინც დაიშალდნენ, მიიშალნენ, მერე შაბათის მარშებზე გამოჩნდა, რომ არ არის ეს ხალხი წოდა და რომ პროტესტი არსად წასულა. მე ხო არ მგონია რომ ბოლომდე არ შემორჩნენ თუნდაც ჩვენი კოლეგები, უბრალოდ შეიძლება ვიღაცას ახალი სუნთქვის აღება ჭირდება, ვიღაცას ახლა მაგალითად გაფიცვამაც ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა ყველა და არა ყარა. ანუ ეს ნაყოფილიყო მაგალითი აქტი. ეს ნაყოფილიყო რაღაც ხო უფრო მასშტაბური, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ხო ჩვენი სფერო გავიფიცეთ. მაგრამ ხო გაფიცვამაც საკმაოდ დაგვაზარალა ფინანსურად და ჩვენ კოლეგებს, რა თქმა უნდა, ჭირდებათ რაც ახალი სუნთქვის და ახალი ენერგიის აღება ვიღაც, ფინანსურად შეიძლება ისე არ დაზარალებულა, მაგრამ მენტალურად დაზიანდა ხო ძალიან, ამიტომ მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც 28 ნოემბერს გარეთ იდგნენ,
აუცილებლად ზუსტად იგივე რაოდენობით იდგებიან და მე მჯერა რომ უფრო მეტი ადამიანიც იდგება გარეთ, როცა ამის დრო მოვა და ამის დრო ძალიან მალე და აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ქართული ოცნება მართლა რაღაცა შეცდომაზე უშვებს და პროტოკოლებზე ძლიჭერს უკვე ადამიანებს და ასე შემდგომ გრანტების კანონის მიიღო და თუ არ მაგიარებ დაგიჭერ თუ არა. ზუსტად. ხო, აი წეღან თუ არ გიყვარო დაგიჭერ და რაღაცა იდეას ებრძვიან თქო და რატო ებრძვიან სიმბოლოებს უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ეს სიმბოლოები ქმნის იდეას და როცა იდეა იქმნება ისინი კარგავენ იდეოლოგიურ მონოპოლიას და ხო ამის ნიადაგზე რაღაც უამრავ შეცდომას უშვებენ და მე დარწმუნებული ვარ რომ სამწუხაროდ ესე მალე მოკლე ვადაში ვერ ხდება რა თქმა უნდა ცვლილებები, მაგრამ მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები მოვა ძალიან მალე, აუცილებლად და იმ რაოდენობას, რომელიც 28 ნოემბერს იდგა, კიდევ სხვა უამრავი ადამიანი შეუერთდება, იმიტომ რომ უკვე ძალიანად ჰელი და ცხადი არის, საით არის ქართული ოცნების კურსი და რომ ისინი ებრძვიან სინამდვილეში ყველაფერს ქართულს და ეროვნულს. კი ბატონო, ნანკა იგივე მინდა კითხოთ პროტესტზე და და ახლა გაფიცვა ახსენა და მე აი ყველა ხო კი ძალიან დავიღალეთ ფინანსურად ძალიან შეეხოთ თან დამოუკიდებელი თეატრები იყო ხო ეს არ იყო სახელმწიფო თეატრები რომლებიც გაიფიცნენ და სოლიდარობა გამოგვიცხადეს მაგრამ ყველაფერთ სუჩი და ნუ ცუდი თუ აი ამ კუთხით შევხედავთ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი რაღაცები გამოიკვეთა მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში თეატრის ისტორიაშიც ალბათ მასწავლი გვაქვს ყველა თეატრალური თეატრის ისტორია მსგავსი სოლიდარობის აქტი რამდენი თეატრი ვიყავით გაფიცულები ხო ახლა ჩვენ თავისთავად თეატრიდან მარტო თუ არა ხო მაგრამ იმათვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო სამეფო თეატრი სამეფო უბნის თეატრი ჭოლას თეატრი ან ამათვის ხო სუიციდი იყო ჩვეულებრივი სუიციდი ქალაქის თეატრი ღია-სივრცე ანუ ამ თეატრებისთვის ამის გაკეთება პირდაპირ ხარაკირის გაკეთება და სუიციდის ტოლფასი იყო, მაგრამ მსგავსი სოლიდარობის და საოცარი მაგალითი შეიძლება ვიღაცები ვერ შემოგვიერთდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლები, იმიტომ რომ რეალურად თეატრის გაფიცვით მხოლოდ მაგალითს თუ აჩვენებ და შენ მაყურებელს თუ დაანახებ რაღაცას, მაგრამ ნუ ქვეყანას ესე ვერ შეანჭრევ, მაგრამ მაინც შევანჭრეთ და ვანჭრევთ და მაინც მოვანჭრევთ იმ კუთხით, რომ გამოვაფხიზლოთ გვინდა ადამიანები, ყველა ჩვენი საქციელით გვინდა გამოვაფხიზლოთ მართლა მგონია რომ ცოცხალი მაგალითების დრო არის ახლა რაც შეიძლება სადღაც გვინახავს, წაგვიკითხია, გაგვეკეთებია, მაგრამ რეალურად თუ ანუ ჩვენც ხომ ისტორიის ნაწილი ვართ ხალხი, ხა ჩვენ ესე კი გგონია რომ რაღაცა რამდენი ხანი ვდგავართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ისტორიას რო სწავლობ რაღაცა ათვლა ხო შენ სხვა რაღაცა 50 წლის მერე ვიღაცისთვის ისტორია იქნება და რაღაცა ხო დავტოვოთ ამ ისტორიაში რაღაცა თავები წასაკითხე რომელსაც იბრძოდა ადამიანი და მე რატომაც მართლა მჯერა რომ ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ. დიდი მადლობა. ნანკა კალდოზიშვილი, ანა ინგოროყვა იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა რომ იყავით სტუმრები.